მესალმები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თავმჯდომარეს, მესალმები ეკონომიკის და განვითარების მინისტრს, მესალმები პარლამენტარებს, მინისტრებს, მესალმები კომპანია არქის დამფუძნებელს, ბატონ ილია აზულაიას, მესალმები ასევე კომპანია ნექსის დამფუძნებელს, ბატონ კახადევაძეს, მესალმები აკვარის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში, ბატონ არონ რიბინსონს, მოგესალმებით ყველას, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, არქიტექტორებს, პატრიციული სტუმრებს. Აღინიშნა, რომ ქობულეთი ჩვენს განსაკუთრებულ მოგონებებთან არის დაკავშირებული და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისაც განსაკუთრებული მოგონებები აქვს დაკავშირებული ამ ქალაქთან. შესაბამისად, განსაკუთრებით მიხარია ის, რომ ეს პროექტი ხორციელდება სწორედ ქობულეთში. უხარია, რომ დღეს საბრძოლოს უყურით ახალ ძალიან მასშტაბურ პროექტს ქობულეთში, სვისოთელ ქობულეთი ბიჭრის სორტის მშენებლობა დაიწყო. ისი დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და არის, რა თქმა უნდა, მიმზიდველი ინვესტორებისთვის. ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ტურიზმის ზრდა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ სრულიად ახალ დინამიკას, განვითარების პროცესი, სულ უფრო მეტად მოიცავს ზღვისპირა რეგიონებს, რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბუნებრივი ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. დღეს უკვე ჩვენი სანაპირო ზოლი იქცა ახალი შესაძლებლობების სივრცედ იმ პროექტებისთვის, რომლებიც უმაღლესი კლასის სტუმართმასპინძლობას, დასვენებას და საინვესტიციო ღირებულებას ერთ კონცეფციაში აერთიანებს. სწორედ ამ სტანდარტს პასუხობს ქობულეთის სანაპიროზე დაგეგმილი ეს პროექტი, რომლის ღირებულება არის 300 მილიონი დოლარი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ხორციელდება ბათუმიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, რაც ქობულეთს რეგიონის უმსხვილეს ტურისტულ ეკოსისტემაში აერთიანებს. შესაძლებელია, რომ ამ წამოწყებაში გაერთიანდეს პირველ აღიარებული ლიდერები, ბაზრის სამყაროს ქართული კომპანია არქი, საერთაშორისო მასშტაბის ქართული დეველოპერი ნექსტი და მსოფლიო გიგანტი შვეიცარიული ბრენდი სვის ჰოტელი. ამ თანამშრომლობით არწმუნებულია, რომ პროექტი ძალიან დიდი წარმატებით ახორციელდება. პროექტის პარტნიორ კომპანია არქის მიერ ბოლო პერიოდში დამყარებული უმსხვილესი საერთაშორისო თანამშრომლობა, როგორებიცაა პარტნიორობა Trump Organization-თან, თუ საცხოვრებელი ფართობის მსოფლიო ლიდერ BI Group-თან, ჩვენი ქვეყნის მიმართ მკაფიო ნდობის ორგი სიგნალია. საქართველო მყარად გვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი. ჩვენი ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტის მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს, რა თქმა უნდა, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შედეგად ფიზებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს უკვე აღინიშნა, ბატონო ილიამ აღნიშნა, რომ ჩვენ გამოვირჩევით მაღალი ეკონომიკური ზრდით ბოლო 5 წლის განმავლობაში. ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შეადგენდა საშუალო 9.3%. ეს ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წელსაც და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტენდენციის შენარჩუნება მაღალი ზრდის ეკონომიკური